მოგესალმებით მეგობრებო, 28 თებერვლისთვის ერთი წელი გადის თებერვალს. ერთი წელი გადის, რაც ჭიათურაში გამოსვლები დაიწყო. ჯერჯერობით შედეგად მიიღენ ის, რომ იმ ადამიანები, ვინც ჭიათურას ძარცვავენ და მილიონებს შეულობენ, მოიქციან თავის წიქვეშ აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება, თუ რამე ხელისუფლება, საპარლამენტო და თუ რამე ხელისუფლება არსებობს ქვეყანაში, თითქმის თავის წიქვეშ მოიქციან და ამის წყალობით 4 ადამიანი გაასამართლენ, ასობით ადამიანი უმუშევარი დატოვენ და ჭიათურას უპირებენ, რა ვიცი, დაქცევას, გაუბედურებას და საერთოდ ამ ქალაქის არსებობას, ეს ქალაქი არსებობას შეძლებს თუ არა, ნამდვილად საკითხავია, გადაქცეულია ეკოლოგიურ ტერორის ადგილას, ღია მოპოვება მიმდინარეობს, რაც იწვევს სიმსივნეს, რაც იწვევს ათასნაირ უბედურობას და ავადმყოფობას და ამ საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ ჭიათურლები. ისინი აპირებენ 28-თვის კიდევ ერთ დიდ მასშტაბურ ღონისძიების ჩატარებას და მე გოგი ჭულაია, ახალი ქრისტიან დემოკრატების თავმჯდომარე, სოლიდარობას უცხადებ ჭიათურელ მშრომელებს, ჭიათურში მცხოვრებ ადამიანებს და მოვუწოდებ ჩემ მომხრეებს, რომ აუცილებლად შეუერთდნენ ამ აქციას. ჭიათურლებმა სხვათა შორის ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგენ და აზოტის გაფიცულ მუშებს შეუერთდნენ და იყვენ ჩასული, სოლიდარობა გამოუცხადნენ და პირველი მაგალითი გააკეთენ, რაც მისასალმებელია და მოვუწოდებ ახლა ყველა ზესნაფონი იქნება, ეს აზოტის ქარხანა იქნება, ქუთაისის რომელიმე ქარხანა იქნება თუ რაც იქნება, ყველანი იყვენ სოლიდარულები და ვიცოდეთ ერთი რამე, ერთმანეთის გვერდში დგომით მხოლოდ და მხოლოდ მოვიპოვებთ გამარჯვებას, სხვანაირად გამარჯვება არ არსებობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პარტიას, მიუხედავად გემოვნებისა, მიუხედავად მოვწონვართ მათ თუ არ მოვწონვართ, ჩვენი ვალია გადავარჩინოთ ქალაქი, გადავარჩინოთ ქვეყანა, სხვანაირად არ არსებობს. ახლა ერთი ქალაქის დაღუპვა ნიშნავს ქვეყნის დაღუპვას. მე ყოველ შემთხვევაში ასე მჯერა და რა ვიცი, და ერთი თხოვნაა და რა ვიცი, ჩევასავით გავაკეთებ ჭიათურლებისადმი. ალბათ უკვე დადგა დრო, თქვათ ის, რომ არა რუსულ კანონს, არა იგი, არა ხელახალი არჩევნები, შეიძლება ეს მოთხოვნები არ დააყენოთ და სწორიც იქნებით ალბათ, მაგრამ ხელისუფლება გადადგეს, რომელმაც გაგწირათ და რომელმაც ჩაგყარენ მაგ დღეში და რომლის ხელში თქვენი პრობლემები არ გადაწყდება, ეს მოწოდება რო გააჟღეროთ, იქნება ძალიან კარგი. მადლობთ ყურადღებისათვის.